დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო აჩრდილზე, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას და რომელიც ყავს ყველა ადამიანს. მთელი ცხოვრება ვიყავი ძიებაში, რომ გამეგო ვინ ვარ, რისთვის ვარ ამ დედამიწაზე, რას ვაკეთებ, რა მისია მაგისრია. ვერანაირად ვერ პოულობდი პასუხს. სანამ არ წავიკითხე ერთი წიგნი, ქართულად ალბათ ესე გადაითარგმნება საკუთარ აჩრდილთან მუშაობა. სანამ გადავალ თემაზე, მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია, იმიტომ რომ ვიყავი ძალიან ღრმა ძიებაში, ზოგადად ძალიან ვარ ახლა ამ თემით დაკავებული, ესე რომ თქვა, რომ გავიგო რა ვარ, ვინ ვარ, ისთვის ვარ საერთოდ ამ დედამიწაზე, რა მისია მაქვს. ჩემი ძირითადი მისია, ესე რომ ვთქვათ, ჩემი თავისთვის იყო ის, რომ საკუთარი თავი განმეკურნა ყველა იმ ტრავმებისგან და ყველა იმ გამოცდილებებისგან, რაც ცხოვრებაში გავიარებ. მაგრამ არაფერი არ მუშაობდა, ანუ ვერ ვკურნავდი საკუთარ თავს, ვცდილობდი ყველანაირად დამივიწყებინა წარსული, განმეკურნა ის ყველა ტკივილი, მაგრამ არაფერი არ მუშაობდა. რატო? ესე იგი, სამწუხაროდ მოსახლეობის 80% დედამიწაზე ვერ ხვდება იმას, რომ ჩვენ ცხოვრობთ წარსულით. და როდესაც ადამიანი ცხოვრობს წარსულით ტკივილებით, ეგ ადამიანი ბედნიერი ვერასოდეს ვერ იქნება. არ არსებობს ადამიანი დედამიწაზე, ვისაც არ გააჩნია ტრავმები და ტკივილები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველას არ შეუძლია ამ ტრავმების მოშუშება, ყველას არ შეუძლია, რომ ეს ტრავმები და ტკივილები გადააქციოს სიძლიერად. მოკლედ, რა არის აჩრდილი? აჩრდილი არის ჩვენი ნაწილი, რომელსაც ყველასგან ვალავთ, საკუთარი თავისგანაც კი. ყველა ადამიანს გააჩნია ცუდი მხარე. აბსოლუტურად ყველა ადამიანს გააჩნია ცუდი მხარე. დავიწყოთ ცოდვები, რომლებზეც დავდივართ ახსარებაზე, მონანიებას ვცდილობთ და ასე შემდეგ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ახსარებაზეც ვერ მიდიან, იმდენად სხვენიათ ამ თავიანთი ცოდვების, ახსარებაზეც ვერ მიდიან და საკუთარ თავსაც კი ვერ უტყდებიან. ხვდებით, იმიტომ რომ სხვენიათ. მაგ ნაწილი, საკუთარი თავის ნაწილი სხვენიათ. ზუსტად ეგ არის აჩრდილი და აჩრდილი მართავს მთელს ჩვენს ცხოვრებას. როდესაც ადამიანები ვიკლავთ გრძნობებს საკუთარ თავში, სწორედ ეს გრძნობები მართავს მთელს ჩვენს ცხოვრებას. სწორედ ეს გრძნობები გვეუბნებიან, რომ შენ ცუდი ხარ, შენ არ იმსახურებ კარგს, შენ ვერასოდეს ვერ იქნები მდიდარი სიტყვაზე, ხო? ანუ სწორედ ეს ნაწილი არის, რომ ყველანაირად გვაკნინებს და საკუთარი თავის პატივისცემას გვაკარგინებს. ესე იგი, რა აღმოვაჩინე? წიგნში ეწერა, რომ ანუ დაწერეთ ყველაფერი, რაც საკუთარ თავზე გეზიზღებათ, პირდაპირ ვთქვა, ხო? დავიწყოთ ცოდვებით. დავინტერესდი და ანუ ჩამოწერე ჩემი ცოდვები და რო დავწერე და რო წავიკითხე, ამიყდა სიცილი, რომ აი ამ სისულელეების გამო მთელი ცხოვრება თავს ვიტანჯავდა, თავს ვისჭი, რისთვის ყველა ადამიანს, ხალხო, ყველა ადამიანს აქვს ცოდვები. ეხლა ღმერთს რო ანგელოზებად ვდომებოდით დედამიწაზე, ანგელოზებად შევქმნით და ვართ ადამიანები, ხო? ღმერთმა ადამიანებად შექმნა, ანგელოზებად კი არა. ისეთი ადამიანები, რომლებიც გონიათ ანგელოზები, შეიძლება იმაზე უარესები აქვთ გაკეთებული, ვიდრე თქვენ გაქვთ, მაგრამ იმათმა საკუთარი თავი მიიღეს ისეთები, როგორებიც არიან. მაგიტო არიან ბედნიერად და მაგიტო არიან თავები, რომ ანგელოზებად მოყავთ. და რაც არ უნდა ცოდვა გქონდეთ ჩადენილი, ხალხო, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ხართ ადამიანი. და თუ კი ხვდებით ამას და ნანობთ, ესე იგი შეგიძლიათ კიდეც ეს ცოდვები თქვენგან გაუშვათ, იმიტომ რომ სწორედ ეს ცოდვები მართავენ თქვენს ცხოვრებას. მაგიტოა რომ არაფერი არ გამოდის, მაგიტოა რომ ყველაფერს ვცდილობთ, ყველაფერს ვაკეთებთ, გვინდა რაღაცას მივაღწიოთ, მაგრამ არაფერი არ გამოგდის. ზოგი არც კი ცდილობს, იმდენად უკვე დაკნინებული ყავთ თავიანთი თავები, რომ აი მე ცოდვილი ვარ და არ ვიმსახურებ არაფერს. სისულელე, ეს არის სისულელე, ამოიგდეთ თავიდან ეს. ადამიანი ხარ და რა თქმა უნდა დაუშვებ შეცდომებს, რა თქმა უნდა გექნება ცოდვები. ვინ მოგცა იმის უფლება, რომ საკუთარ თავს არ აპატიო და მე ღმერთს ხო პატიებას. ღმერთი არ გაპატიებს, თუ საკუთარ თავს არ აპატიებ. ღმერთი არ დაგეხმარება, თუ შენ არ დაეხმარე საკუთარ თავს. მთელი ცხოვრება იქნება ტანჯვა წამება. რათ გინდა ესეთი ცხოვრება, თუ კი აი ეს მარტო იმას ელოდები, ზიხარ და ელოდები, აი როდის მოვკვდები, მაინც უნდა მოვკვდე. იქნება კაცო ცხოვრობ 80 წელი, 90 წელი, ხო შეიძლება რომ ამ შვიდად გაატარო ეს წლები. ანუ პირველი მისია, პირველი დავალება საკუთარ აჩრდილთან მუშაობის არის ის, რომ მივუტევოთ საკუთარ თავს ცოდვები, ჩვენი ცოდვები. შეიძლება ბევრი ცნობიერად ვერ ხვდება, მაგრამ ქვეცნობიერად თავიანთ თავს ვერ პატიობენ. თავები გონიათ მონსტრები. აი მე შეცდომა მაქვს, აი მე შეცდომა მაქვს და აი არ ვიმსახურებ არაფერს კარგს.
დაწერეთ ფურცლზე, შეიძლება მამაოსაც ვერ ეუბნებით, შეიძლება საკუთარ თავსაც კი ვერ ეუბნებით. დაწერეთ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ჩამოწერეთ რა ცოდვები გაქვთ და მე ეცეთ რაკენით. წაიკითხეთ ორჯერ, სამჯერ, შეიძლება იტიროთ, შეიძლება იცინოთ, შეიძლება იმ წუთში ძალიან ცუდად იგრძნოთ თავი, იმიტომ რომ გრძნობები უკან მოდიან ამ დროს, ხო? მაგრამ როდესაც ამას ყოველდღე გააკეთებთ, მე ნელ-ნელა ხო თქვენ საკუთარ თავს მიიღებთ ისეთი როგორიც ხართ. ხალხო, შეიცან თავი შენი. ეს ფრაზა საიდან მოდის? ეს არ არის უბრალოდ ფურცლზე დაჯღაფნილი სიტყვები. ამ სიტყვებს აქვს უდიდესი ძალა, რომელსაც ძალიან ღრმად უნდა ჩავეძიოთ. თქვენ თუ საკუთარ თავს არ იცნობთ და საკუთარი თავი არ იცით, პასუხებს გარეთ ნუ ეძებთ. ვერავინ ვერ გაგცემთ თქვენს კითხვებზე პასუხს. თქვენ უნდა ნახოთ თქვენი პასუხები თქვენში. ანუ დაანებეთ გარემოს თავი დაანებეთ. თქვენ ხართ თქვენი პასუხი, თქვენ ხართ თქვენი ბედნიერება, თქვენ ხართ თქვენი ყველაფერი, თქვენ ხართ თქვენი სამართალი. არ არსებობს სამართალი. ნუ ეძებთ სამართალს გარეთ. ნუ სთხოვთ ღმერთს სამართალს. თქვენ ხართ თქვენი სამართალი, ხალხო. რო წაიკითხავთ ამ ყველაფერს თქვენს ცოდვებს, თუ კი კომფორტულად არ გრძნობთ თავს და გეშინიათ რომ ვიღაცა შემოვა, აუცილებლად ნახეთ ისეთი ადგილი, სადაც მშვიდად იქნებით და ყველაფერი გაგახსენდებათ. არ არის ადვილი პროცესი, ცოტა რთულია, მაგრამ ღირს. შეიძლება ცოტა ხანი გაგეჭირდეთ, მაგრამ სამაგიერო დროთა განმავლობაში ისეთ შვებას და ისეთ სიმშვიდეს იგრძნობთ თქვენში, ისეთი იდეები მოგივათ თავში, რომ გაგიკვირდებათ, რომ საიდან მოდის ეგ, იმიტომ რომ ნელ-ნელა უკვე ტვინს იწმინდავთ, თქვენს ქვეცნობიერს იწმინდავთ, ხვდებით? და მე უკვე შესაძლებლობები მოვლენ თავისით. აი ეს არ საიდან მოვლენ თავისით. იმიტომ რომ უკვე საკუთარი თავის მიღებას იწყებთ ისეთი როგორიც ხართ. შეიყვარეთ თქვენი თავი როგორიც ხართ, ცოდვებით, რაღაცა ყველაფრით შეიყვარეთ თქვენი თავი როგორიც ხართ. მაშინ იქნებით ბედნიერი. რომ მორჩებით კითხვას, ერთი სამჯერ წაიკითხეთ. აიღეთ რამე ჯამი, ესე რო ვთქვათ, და დაწვით ჯამში ეს ფურცელი. დაწვით, გადით გარეთ და ფერფლი გაატანეთ ქარს. აი წარმოიდგინეთ, რომ აი თავისუფლება მიეცით, აი ამ თქვენ რაღაცა ნაწილს, რომელსაც ამდენი ხანი აი არ უშვებდით თქვენგან. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერად მიფრინავენ აი ეს რაღაცა ძველი მოგონებები, ეს რაღაც ცოდვები, რაც არის ყველაფერი, ხო? გაატანეთ ქარს, გააკეთეთ 30 დღის განმავლობაში. ყოველდღე თუ ვერა, დღე გამოშვებით მაინც გააკეთეთ. და მე უკვე ნელ-ნელა ყოველდღე რო დაწერთ, ძალიან ჩვეულებრივად მიიღებთ, მიეჩვევით უკვე ამას და უკვე გრძნობთ, რომ საკუთარი თავის პატიებას იწყებთ ნელ-ნელა. აუცილებლად უთხარით თქვენს თავს, ელაპარაკეთ თქვენს თავს, ადამიანი ვარ, ღმერთმა მე აქ მომავლინა ადამიანად და თუ კი რამე დავაშავე, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ყველა აშავებს რაღაცის გამო, არავინ არ იბადება მონსტრად, ხალხო. არავინ არ იბადება მკვლელად, არავინ არ იბადება ქურდად. საიდანღაც მოდის ეს ყველაფერი. ხო და აი დაფიქრდით, მე იმას არ გეუბნებით, რომ საკუთარი თავის გამართლება დაიწყოთ, მაგრამ ცოტა თავი კარგად რომ მიგრძნოთ, ანუ ყველაფერი მოდის საიდანღაც, ხო? მორჩა ის წარსულია. დამთავრდა. ის აღარ არის ჩვენთან, მანახეთ, სად არის წარსული, ხალხო? სად? აბა დამანახეთ. აღარ არის წარსული, გაქრა. ნუღა კონცენტრირდებით წარსულზე, ხალხო. ეს არის ჩვენი პრობლემა, ჩვენ ცხოვრობთ წარსულით. დაივიწყეთ წარსული. აპატიეთ საკუთარ თავს, ყველაფერი ისიც გრცხვენიათ. გაუშვით თქვენგან. იმიტომ რომ ეს მოგონებები ხო, რაც გაქვთ, ეს ნეგატიური ფიქრები, რაღაცა ცოდვები, რაც გაქვთ, ყველაფერი თქვენ გაქვთ თქვენს ქვეცნობიერში. წინა ვიდეოშიც აღვნიშნე, თქვენი ცნობიერი არ მართავს თქვენ ცხოვრებას, თქვენი ქვეცნობიერი მართავს. რასაც ჩათესავ, აი ხო არის ესეთი გამონათქვამი, რასაც დათესავ, იმას მომკი. ესევეა ჩვენი გონებაც, რასაც დავთესავთ ჩვენს ქვეცნობიერში, იმას ვიმკით. ხო, ანუ როცა ეუბნებით საკუთარ თავს, რომ აი არ მიმსახურებ, იმიტომ რომ ცოდვილი ვარ, იმიტომ რომ ესეთი ვარ, იმიტომ რომ ასეთი ვარ, არასდროს არ გექნებათ ის. იმიტომ რომ ესეთი შეხედულება გაქვთ საკუთარ თავზე. და ღმერთი არასოდეს არ დაგეხმარებათ. მაინც რაღაცა დავждებით და წუწუნებთ, მე აი ღმერთი რატო არ მეხმარება, ყველას ეხმარება. როგორ დაგეხმარება ღმერთი, როცა საკუთარ თავს აი ფაქტიურად ვერ იტან. შეიძლება შენი გარეგნობა არ მოგწონს, შენი, რა ვიცი, ხასიათები არ მოგწონს, შენი გარკვე, ყველაფერი გაიგეთ, საიდან რა მოდის. საიდან მოვიდა ეს თქვენი ცოდვები? შეიძლება რაღაცას იპარავდით. რისთვის? ქსიამოვნებდა? ცხოვრებამ გაიძულათ. შეიძლება ეს რაღაცა ისეთი დააშავეთ, რომ ძალიან ცუდად გრძნობთ თავს. რატო დააშავეთ? საიდანღაც მოვიდა, გეგეთი არ დაბადებულ ხართ თქვენ. ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყანაზე არაფრით. მხოლოდ ორი გრძნობით, ვარდნის შიში და ხმაურის შიში. აი ეს ორი გრძნობა მოგვაქვს მარტო. დანარჩენი ყველაფერი რაც კი გვაქვს არის აკრეფილი. ჩვენი გარემოცვიდან, საზოგადოებიდან, სად გავიზარდეთ, როგორ გავიზარდეთ, რას გველაპთ, ვართ დაპროგრამებულები. და ეს თქვენი ცოდვებიც მოდის საიდანღაც.
საიდანღაც მოდის ესენი. ეგეთი არ დააბადებულ ხარ. კვლელები ეგეთები დაიბადნენ? კვლელებად დაიბადნენ? არ დააბადებულან ეგრე. საიდანღაც მოდის რაღაცის გამო გააკეთეს ეს. შეიყვარეს საკუთარი თავი. ამაზე დიდი შვება არაფერი არ არის დედამიწის ზურგზე. აი ხლა ვაკვირდები, ანუ მთელი ცხოვრება ხო, დავდევდი ამ რაღაცა წარმატებული მინდოდა ვყოფილ ვიყავი, რაღაცა ეს მატერიალურ რაღაცებს დავდევდი, როცა შინაგანად ბედნიერი არ ვიყავი. არაფერი მაბედნიერებდა. აი რაღაცაზე რომ ვიოცნებებდი სიტყვაზე, მივიღებდი ხო, კაი ერთი კვირა, ორი კვირა ვიქნებოდი ბედნიერი, მე ისევ რაღაცა, აი რაღაცა ვერ არის რა, აი რაღაცა მაკლია, მაინც რაღაცა მინდა. სანამ მატერიალურზე დაიწყებთ ფიქრს, ჯერ შინაგანად იყავით ბედნიერები და შინაგანად რომ იყოთ ბედნიერები, საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ, საკუთარი თავი უნდა მიიღოთ ისეთები, როგორებიც ხართ. თქვენი ყველანაირი უარყოფითით. ან აჩრდილი მარტო ის ნაწილი არ არის, რომელიც ჩვენს ცოდვებს ინახავს. აჩრდილი არის ჩვენი ნაწილი, რომელიც ატარებს ჩვენს კომპლექსებს, ესე რომ ვთქვათ, საკუთარი თავი არ მოგწონს, გარეგნობა არ მოგწონს, ჩვენი ტანი არ მოგწონს, ხვირი არ მოგწონს, ანუ კომპლექსები რაც გაგვაჩნია ყველაფერს. ჩვენი აჩრდილი ატარებს იმ პიროვნებას, ჩვენს მეს, რომელსაც სიტყვაზე ვიღაცის შურს, ვიღაცაზე ეჭვიანობს, ვიღაცის წარმატება არ უხარია, მაგრამ ამას ადამიანები არასოდეს არ იტყვიან. არასოდეს არ იტყვის არავინ, რომ აუ მე მაგ ადამიანის შურს, აუ მე მაგ ადამიანის წარმატების შურს. რატო არის ეგ ადამიანი წარმატებული და მე ამას არავინ არ იტყვის. ანუ ყველა ინახავს მაგას გულში, სწორედ ეგ არის აჩრდილი. ყველა ცუდი მხარე რაც გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი აჩრდილი. და ყველაზე ძლიერი ადამიანი მაშინ ხდება, როდესაც ამ აჩრდილს კი არ დაივიწყებს, არამედ შემოაბრუნებს მისკენ, აი ესე დაუპირისპირებს და იცი რა სიტყვის, იცი რა, რაც არ უნდა იყო, ცუდი ხარ, ესეთი ცოდვები გაქვს, მე მაინც მიყვარხარ. აი ეს არის ყველაზე დიდი სიძლიერე. დაუპირისპირდი საკუთარ აჩრდილს. თქვენი თავის სიყვარულს რომ დაიწყებთ და თქვენს თავს რომ აპატიებთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი, აი შიგნიდან ყველაფერი შეიცვლება. იქნებით აი როგორც ჩიტი. თავისუფალი ხალხო, მე ახლა მარტო აღმოვაჩინე რომ მე არ ვიბრძვი მთელი ეს დრო იმისთვის რომ ვიყო წარმატებული, მქონდეს ბევრი ფული, თურმე მე ვიბრძვი რომ ვიყო თავისუფალი. მინდა რომ აი ეს ყველაფერი რაც მაქვს შიგნიდან დაგროვილი, რაც მქონდა ეს ტკივილები, ეს რაღაცა წყენები სხვა ადამიანებისგან, მინდოდა რომ აი ამ ყველაფრისგან ყოფილიყავი თავისუფალი. მე აღარ დავდებ მატერიალურს. მატერიალური თავისით მოვა. როდესაც შინაგანად ბედნიერი ხარ, როდესაც საკუთარ თავს პატიებ და საკუთარ თავს სიყვარებ, ყველაფერი მოვა თავისით. აი არსაიდან, საერთოდ რო არ ელოდებით აი ესეთი წყაროებიდან მოვა ყველაფერი. თქვენს თავს დაუჯექით და უთხარით რომ იცი რა, ყველაფერს მე ვიმსახურებ და აუცილებლად მექნება. იყავით აი სრულიად თავდაჯერებულები საკუთარ თავში. რაც არ უნდა მდგომარეობაში, როდესაც რაღაცა პრობლემას უპირისპირდები, ის კი არ იკითხო რომ რატო მე რატო უნდა დამემართოს ეს. ის იკითხე, ანუ ეს სიტუაცია ეხლა რას მასწავლის. როგორ გამოვიდე ამ სიტუაციიდან? ხალხო, ისე გამოხვალთ, აი ვერც კი გაიგებთ. ისე გამოხვალთ სიტუაციიდან, ვერც კი გაიგებთ. როდესაც მეც ფიქრობთ, აი რატო უნდა დამართნო და მე ესე, აი რატო ტირი ხარ დასტრესილი, უარესი მოხდება. უარესები მოხდება. ვერაფერს ვერ უშველით ჩვენ. ადვილი არ არის, ვიცი. ძალიან რთულია. მე პირადად გავიარე ეს. ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც უკვე ისწავლით, როგორ მართოთ თქვენი ემოციები, მთელი ცხოვრება აი ესე ლაგდება თავისით. თავარი ისწავლოთ თქვენი ემოციების მართვა, მაგრამ სანამ იქამდე მიხვალთ, აუცილებლად იმუშავეთ თქვენს აჩრდილზე. დაწერეთ ყველაფერი, რაც კი გაწუხებთ. სიტყვაზე ვიღაცამ გული გატკინათ და გავიდა 10 წელი, 15 წელი, მაინც რაღაცა ვერ ვიწყებთ და გიღრმით, ხო? იცით რა ქენით? აიღებთ პასტა და ფურცელი, ხალხო წერას აქვს უდიდესი ძალა. აიღეთ პასტა და ფურცელი და დაწერეთ წერილი. დაუწერეთ წერილი იმ ადამიანს, ვისაც გაბრაზებული ხართ. ამოიღეთ ყველაფერი, იტირეთ, დაამსხვრიეთ თუ გინდათ, აი ამოიტანეთ თქვენი ქვეცნობიერიდან, ამოიტანეთ თქვენს ცნობიერში. იმიტომ რომ ქვეცნობიერში რომ იტოვებთ, ხო? აი ამ ცუდ მოგონებებს, სწორედ ეს მართავს თქვენს ცხოვრებას. ამოიტანეთ. პირველ რიგში უნდა იცოდეთ თქვენი ტკივილები საიდან მოდის.
უნდა იცოდეთ რატო ხართ აი ამ მდგომარეობაშიც ახლა ხართ. შეიძლება ეს მდგომარეობა ადრე გქონდათ. ეს წინა ვიდეოშიც აღნიშნე და იგივე მეორდება. რატო მეორდება? იმიტომ რომ წინა გამოცდილება რაც გქონდა ჩვენ არ გავუშვით. ჩვენ აი ესე ჩაკეტილი ყავს სადღაც აი გალიაში ყავს გამოკეტილი და არ უშვებთ. და ის აძლევს ჩვენს ცხოვრებას, ესე რომ ვთქვათ, ბრძანებას, რომ ეს ადამიანი უკვე ამასაა მიჩვეული და ისევ იგივე გაუკეთებ. იმიტომ რომ თქვენ იმას არ უშვებთ. გაუშვით. გაანთავისუფლეთ ყველა თქვენი ტკივილი. დაწერეთ, ყველაფერი წერეთ, რაც შეგიძლია წერეთ. თუ არ გინდათ რომ ვინმე წაიკითხოს, დაწერეთ, დაწვით, გააკეთეთ ყოველდღე. ერთი თვის განმავლობაში უბრალოდ სცადეთ, დაიწყეთ. შეიძლება თავიდან რაღაცა ვერ იგრძნოთ თავი, არ მუშაობს, მაგრამ არ გაჩერდეთ, იმიტომ რომ რეპეტიცია არის ზუსტად ყველა, ან განმეორება. ანუ ეს ისეთ როგორი ვარიანტია, აი სპორტ დარბაზში მიდიხართ სიტყვაზე. გინდათ კაი, ტანი დაიყენოთ რაღაცა კუნთები, ერთი კვირა ივარჯიშებთ, სადაა ჩემი კუნთები, არ მაქვს კუნთები, ერთ კვირაში თავს ამებებთ. ერთ კვირაში ას ვერავინ ვერ დაიყენებს. ზუსტად ეგ მომენტია ჩვენს, ესე რომ ვთქვათ, გონებაზე მუშაობაც. ერთ კვირაში თავი თუ დაანებეთ, არაფერი არ იმუშავებს. ანუ მუდმივობა, როგორ ვთქვა, ქართულად არ ვიცი, მაგრამ ანუ უნდა იმეოროთ. ერთ დღეში და ორ დღეში ეგ არ ხდება, მაგას ჭირდება დრო. და თუ არ გაქვთ იმხელა ნებისყოფა რომ ეს გააკეთოთ, მაშინ აზრი არ აქვს არაფერს. აუცილებლად უნდა გქონდეთ ნებისყოფა. არ ენდოთ мотиваციას. мотиваცია არის დროებითი. мотиваცია არის არაფერი. мотиваცია არის რაღაცა უსებ კარგ ხასიათზე გავიღვიძეთ, აი ახლა ამას გავაკეთებ და იმდენად გვიმაღდება ადრენალინი, რომ შეიძლება ერთ დღეში იმდენი გავაკეთოთ, მეორე დღეს ძალა აღარ გქონდეს. ანუ ბალანსი, აუცილებელია ბალანსის დაკავება. ანუ ერთ დღეში ერთი კვირის გასაკეთებელი არ გააკეთოთ. მიეცით ყველაფერს დრო, აი მე ხა ამას დავწერ, 20 წუთი მინდა, დაისვენეთ, გააკეთეთ რაც გინდათ, მე სხვა რაღაცა დაწერეთ და ანუ ბალანსი დაიცავეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ხალხო, როდესაც ამ პროცესს გადიხართ, ხო, ანუ საკუთარ აჩრდილთან მუშაობის აუცილებლად ამოძრავეთ ტანი. მე დავუშვი დიდი შეცდომა, ანუ მაგას რო ვაკეთებდი, წერდი ყველაფერს, ეს ემოციები მოდიოდა, ვტიროდი და მე რაღაცა ერთ კვირაში ვგრძნობ, რომ აი ვეღარ დავდივარ. მთელი ტანი მტკიოდა, მხრები მტკიოდა, ფეხები მტკიოდა, ვიყავი ძალიან ცუდად, იმიტომ რომ ტანს არ ვამოძრავდი, არ ვარჯიშობდი, არ დავდიოდი გარეთ. და როდესაც ემოციებს, ესე რომ ვთქვათ, ვუშვებთ, ხო? ეს ემოციები იჭედება ჩვენს ტანში. ანუ გონება და ტანი უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. მარტო გონებაზე მუშაობა არაფერს არ უშველის. მარტო სხეულზე მუშაობა არაფერს არ უშველის. უნდა იმუშაოთ ორივეზე ბალანსირებულად, უნდა დააბალანსოთ. როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ, აუცილებლად გამოიტანეთ თქვენი ტანიდან. იარეთ, წადით სპორტ დარბაზში. არის იოგაც, ანუ somatic yoga, არ ვიცი ქართულად როგორ არის, მაგრამ ანუ ტანიდან უშვებს სტრესს. შეგიძლიათ ჩაწეროთ რუსულად, ქართულად, არ ვიცი, იქნება ახლა გამორიცხულია რომ არ იყოს. თუ არა და ჩავაგდებ ლინკს, ის ინგლისურად არის, მაგრამ არ უნდა არაფრის მოსმენა, თუ ინგლისური არ იცით, პროსტა უყურეთ და გააკეთეთ, რასაც ის აკეთებს. ოღონდ გამოიტანეთ ეს თქვენი ტანიდან. როგორი მომენტია, იცით, ანუ ჩავთვალოთ, რომ თქვენი გონება არის რაღაცა ისტორია, ესე რომ ვთქვათ, სადაც თქვენ ყვებით ამ ისტორიებს, ემოციებს და თქვენი ტანი არის საცავენ შემნახველი პუნქტი, ესე რომ ვთქვათ, ხო? და როდესაც თქვენი ქვეცნობიერიდან ამოგაქვთ ეს ემოციები, სად გროვდება? ამოდის თქვენ ცნობიერში, უკვე გრძნობთ ისევ იმ ემოციებს, ხო? და ეს ემოციები სად მიდის? გროვდება თქვენს სხეულში. და თქვენ თუ სხეული არ გაამოძრავეთ და სხეულიდან არ გაუშვით, მარტო ესე ტვინზე მუშაობა არაფერს არ გიშველით. ანუ დააბალანსეთ გონება და სხეული. აჩრდილთან მუშაობა არის ყველაზე დიდი ნაბიჯი, რასაც თქვენ გადადგავთ საკუთარი თავის განვითარებისთვის და საკუთარი თავის სიმშვიდისთვის. აი, ყველაფერი შეიცვლება. ირგვლივ ყველაფერს სხვანაირად ხედავთ. პრობლემა რო გამოჩნდება, ხო? შეიძლება ღმერთს მადლობა უთხრათ, რომ აი, რაღაცას მასწავლი, მადლობა ღმერთო. უკვე სხვანაირი თვალით უყურებთ ამ პრობლემებს. ხვდებით? ანუ ჩვენ ვართ ესე დაპროგრამებულები, რომ აი პრობლემა რო არის, უნდა ვინერვიულოთ, უნდა ვიფიქროთ, რატო, რისთვის, საიდან მოვიდა, რატო დამემართა ეს. და როცა უკვე საკუთარ თავთან მუშაობას იწყებთ, პრობლემებს უკვე შეიძლება ასე ხელგაშლილი შეეგებოთ. რომ აი მოდი, ვერაფერს ვერ ვიზავ, მაინც მოვაგვარებ. აი ასეთი მენტალიტეტი ჩამოგიყალიბდება. დაივიწყებთ ცოტა ხანი ფული, მანქანები, რაღაცა სახლები, რაც კი ცოტა ხანი დაივიწყეთ და კითხეთ საკუთარ თავს. აი სიტყვაზე გავხდი მდიდარი. მაქვს ფული, მაქვს ის ყველაფერი რაც მინდა. ვიქნები ბედნიერი? თქვენ თუ შინაგანად ბედნიერი არ ხართ, ვერაფერი ვერ გაგაბედნიერებთ ხალხო. მე ვიცი ეს რაც არის. მე რო ოცნებობდი რაღაცეებზე, მანქანა ისა, ყველაფერი მივიღე, არ ვიყავი ბედნიერი. შინაგანად აი მაინც არ ვიყავი ბედნიერი. ცოტა ხანი რაღაცა მიხარო და მე მივეჩვეოდი, რომ აი მყავს მანქანა, აი ახლა რა ვქნა ახლა. ანუ
ეს მომენტია ხვდებით, ანუ შინაგანი ბედნიერება როცა გააქვთ და როცა უკვე საკუთარ თავს პოულობთ, ყველაფერს აქვს სხვა გემო. სიტყვაზე უცებ არსაიდან მოგივიდათ მილიონი. გახდით მილიონერი. გაგიხარდებათ იმ წუთში ამბე დახურავთ იმ თქვენ ვალებს, ესრებს რაღაცა, მაგრამ მერე ამ ფულს ისევე მიეჩვევით, როგორც მიეჩვევთ იმ სიღარიბეს. ისეთივე ნორმალური გახდება თქვენთვის და ცხოვრება გაგრძელდება ნორმალური ტემპით. ცოტა ხანში ეს აღფრთოვანება გადაგივლით და ცხოვრება გაგრძელდება ჩვეულებრივად. მაგრამ შინაგანად ბედნიერი მაინც არ იქნებით. არც ეს ფული არ გაგაბედნიერებთ. არაფერი არ გაგაბედნიერებთ შინაგანად თუ არ ხართ ბედნიერი. უამრავ ვიდეოს ჩავწერ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მინდა ხალხი მიხვდეს ამას ერთხელ და სამუდამოდ რომ აღარ მინდა ეს დასტრესილი ადამიანები ვნახოთ, რომ ვიცი რომ აი ამ ადამიანებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. ყველაფერი არის თქვენში ხალხო. ყველაფერი კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს თქვენი სიმდიდრე, სიმშვიდე, ყველაფერი არის თქვენში. ნუ ეძებთ პასუხებს გარეთ. არავინ არ გაგცემთ ამაზე პასუხს. არ არის ამაზე პასუხები. თქვენშია ეს პასუხები და თქვენ უნდა იპოვოთ ეს პასუხები. თუ გინდათ რომ განიკურნოთ თქვენი ტრავმებიდან, იმ სტრესებიდან, რაც გაიარეთ, თქვენი წარსული ტკივილებიდან, დაიწყეთ საკუთარ აჩრდილთან მუშაობა. ამით დაიწყეთ. ოღონდ კიდევ ერთხელ გიმეორებ, აუცილებლად გამოუწრავეთ თქვენი ტანი. იარეთ, თუ სპორტ დარბაზი არ გაქვთ ახლოში, არ გაქვთ საშუალება სპორტ დარბაზში წასვლის, გადით გარეთ და იარეთ, უფასო. 1 საათი იარეთ. რაღაცა გააკეთეთ, წადით სადმე, შეიძლება გაქვთ რამე ახლოში რომ ესე ივარჯიშოთ. რაღაც იცეკვეთ. თუ გარეთ გასვლა არ გინდათ, აი ესე ჩართეთ მუსიკა სახლში და იცეკვეთ გიჟივით. ტანი გამოუძრავეთ, რაღაცა გააკეთეთ, რომ ცხეულიდანაც გამოიტანოთ და აი პირობას გაძლევთ. თუ ამას მიყვებით, ერთ თვეში თავს იგრძნობთ აი სრულიად სხვა ადამიანად. და სხვა თვალით შეხედავთ ამ ცხოვრებას. მოკლედ, სულ ეს არის დღეისთვის და სანამ დავასრულებ, კიდევ მოკლედ ჩამოვაყალიბებ, მოკლედ და კონკრეტულად აჩრდილთან მუშაობას. აპატიეთ საკუთარ თავს, თქვენი ცოდვები, არ გაქვთ უფლება რომ არ აპატიოთ, მაშინ ღმერთსაც ნოსხოთ პატიებას. თქვენ თუ არ პატიობთ, თქვენ თავს ღმერთი არ გაპატიებთ. გაუშვით, გაიხსენეთ ყველაფერი, იგრძენით ისევ ის ყველაფერი, სირცხული, რაც არის ყველაფერი იგრძენით, იტირეთ, რაც გინდათ ისკენეთ, ოღონდ გაუშვით. თქვენი ქვეცნობიერიდან ამოატივტივეთ თქვენ ცნობიერში და მერე გაუშვით თქვენი ტანი და გააკეთეთ აუცილებლად რაღაცა აქტივობა. მიიღეთ თქვენი უარყოფითი, როგორც აღნიშნე, შური, ეჭვიანობა, ბოღმა, ყველაფერი. მიიღეთ თქვენი თავი, აღიარეთ. დადეკით საკისი, კი ბატონო. მე ამ ადამიანის ფშურს, ამ ადამიანზე ვეჭვიანობ, ეს ადამიანი მეზიზღება, მაგრამ მიყვარს ჩემი თავი როგორიც ვარ. ხალხო ადამიანები ვართ. ეგ მარტო შენ არ გაქვს, ყველა ადამიანს აქვს ეგ მომენტი. ყველა ადამიანს აქვს უარყოფითი მხარე. და სწორედ ეს უარყოფითი მხარე მიიღეთ. შეიყვარეთ როგორიც ხართ და როცა ფიქრობთ ამ უარყოფით მხარეზე, აი 10000-ჯერ გაუმეორეთ თქვენ თავს, რომ მარტო თქვენ არ ხართ ეგრე. ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა ადამიანი დედამიწის ზურგზე არის ეგეთი. ყველას აქვს ეს მხარე, მარტო თქვენ არ გაქვთ. მერე გაუშვით თქვენი წარსული. გაიხსენეთ ყველაფერი. დაწერეთ წინ გატკინათ გული, დაუწერეთ წერილი იმ ადამიანს, დაწერეთ რის თქმაც გინდოდათ და ვერ თქვით. დაწერეთ წერილი. იტირეთ. რაც გინდათ ისკენ, თქო დაწერეთ წერილი. დაწვით, გაატანეთ ქარს, თუ გინდათ დამარხეთ. ეს ფურცელი. რაღაცა ისეთი აქტივობა გააკეთეთ, რომ მორჩა, ანუ თქვენ ტვინს ბრძანებას ეუბნებით, რომ მორჩა, მე ეს გაუშვით, დამარხეთ, დაუწვი, რაღაცა უკენი, წყალში გადაავე, რაღაცა უკენით გაუშვით. 1 თვის განმავლობაში გააკეთეთ ეს. გაუშვით თქვენი ემოციები. და კიდევ ერთხელ ამოძრავეთ თქვენი ტანი. გაუშვით. ფიზიკურად, მენტალურად. გაუშვით თქვენგან. დავიწყოთ ამით. თუ კი მართლა გინდათ, განკურნება, შვიდი ცხოვრება, დაიწყეთ ამით. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ ბავშვობის ტრავმებზე. ამდენად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს მომავალზე და ზოგადად ჩვენზე ბავშვობის ტრავმები. და როგორ განვიკურნოთ ბავშვობის ტრავმები. თუ კი რამე კითხვები გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში. პირადი SMS-ი გამომიგზავნეთ, ყველას გიპასუხებთ, იმიტომ რომ არ მინდა დედამიწაზე ისე დაიტანჯოს ვინმე, როგორც მე ვიტანჯებოდი აი ამ საკუთარი თავის ძიების დროს. და მინდა რომ ხალხს მივახვედრ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა საკუთარ თავს იპოვი და საკუთარ თავს შეიყვარებ ისეთი როგორიც ხარ. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. არც ფული გაგაბედნიერებთ, არაფერი არ გაგაბედნიერებთ, ისე როგორც საკუთარი თავის საბოლოოდ შეყვარებ. ანუ შინ დაბრუნება. რას ნიშნავს შინ დაბრუნება? რომ უბრუნდები იმას, რაც იყავი, როგორიც დაიბადე. ყველაფერი, რაც დააგროვე ამ წლების განმავლობაში, შენი არ არის. ეგ ყველაფერი შენ მოაგროვე. საიდან არის? ვიღაცამ გასწავლა, ვიღაცამ გითხრა. იმებსაც ვიღაცამ მასწავლეს. არავინ არ განსაჭოთ, ძალიან გთხოვთ. არავინ არ განსაჭოთ. ისინიც ეგრე დაიბადნენ როგორც თქვენ
მოვიდნენ წმინდები და ისწავლეს ეგ ყველაფერი და მე თქვენ გასწავლეს. ხვდებით? აპატიეთ საკუთარ თავს, აპატიეთ ყველას. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.